საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩებს 16 ნოემბერს ტრადიციულად თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ცენტრალური შეხვედრა ჩემპიონატის დებიუტანტ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაიმართება. ორივე კლუბის 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მატჩი აქვს მოგებული. ნუგზარ ჭეიშვილის კალათბურთელები ამ მატჩისათვის სრული დატვირთვით ემზადებიან. სტუდენტთა წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში ტრამვის გამო ბერია ვერ ითამაშებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხვალ 16 საათიდან და 15 წუთიდან შემოგთავაზებთ. პრაქტიკულად ერთი თვეც არ არის, რაც შეუდექით ჩვენ ვარჯიშს. გუნდში ერიცხება ყოფილი მოთამაშეები, მოქმედი მოთამაშე, როგორც ასეთი გუნდში არ ყავს და აქედან გამომდინარეორმაგი მოტივაცია ჩვენთვის, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება ჩვენთვის ჭიდილი პროფესიონალებთან. 5 ნომერი თავი ხერხემალი გუნდს რომელიც ჭირდება კალათბურთს, ეგ არ აქვს და ძალიან გვიჭირს თამაში. მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გავდივართ ფონს და ეს 3 თამაში ბოლოს წაგების ძალიან უკვე ასე რომ ვთქვათ მოგების გემო გვინდა გავიგოთ